ვინც მინიატურების თეატრში მობრძანებულა, შეუმჩნევია, რომ მთავარი შესასვლელიდან ხელმარცხნივ კედელზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილია წინათაობის იმ თეატრალურ მოღვაწეთა სურათები, რომლებმაც საქართველოში სიცილის ხელოვნებას, საესტრადო ხელოვნებას დასაბამი სათავე დაუდეს და დღეს შეიძლება მინიატურების თეატრის წინამორბედებად ჩავთვალოთ. აქ არიან ქალბატონი სესილია თაყაიშვილი, ქალბატონი ოლღა დოლიძე, სურათებიდან გვიცქერენ ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ემანუილ აფხაიძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე გომელაური, გიორგი შავგულიძე. და ეს მხოლოდ ფორმა არ არის. ეს მინიშნებაა იმისა, რომ თეატრი ცდილობს განაგრძოს ის გზა, რომელიც დაიწყეს ამ თეატრალურმა დიდმა მოღვაწეებმა. თვით თეატრი ცდილობს, რომ თავისი ხელოვნება ააგოს იმ მყარ ნიადაგზე, რასაც ქვია ქართული ფოლკლორი, ფოლკლორული სახეები, ქალაქური ფოლკლორი, ის მყარი ნიადაგი, რომელსაც ქვია ჩვენებური იუმორი და სატირა. რამდენიმე თარიღიც მინდა გავიხსენო ამასთან დაკავშირებით. 10 თუ არ ვცდები, ან 12 წლის წინათ ჩამოყალიბდა ეს თეატრი. ზუსტად უფრო ბატონი თენგიზი გვეტყვის. ეს თეატრი ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან 1968 წლის აგვისტოში. მაგრამ სანამ ეს თეატრი ჩამოყალიბდებოდა, ამას წინ უძღოდა ამ თეატრს მინიატურების რამოდენიმე ანსამბლი. 1961 წელს ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფილარმონიასთან ასეთი ანსამბლი, რომელსაც დაერქვა ფილარმონიასთან არსებული მინიატურების ანსამბლი. ამ ანსამბლში გაერთიანებული იყო სულ 9-10 კაცი. მე მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. 1963 წელს, როდესაც ავთანდილ გელოვანმა და მე დავწერეთ ერთ-ერთი სატირული პიესა, რომელსაც ერქვა მხოლოდ სიცილით. დავიწყეთ ფიქრი, ერთი ვიცოდით, რომ მუსიკას დაწერდა ჩვენი კომპოზიტორი გურამ ბზვანელი, ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ 18 წელი ერთად მუშაობთ, ჩვენს გვერდში დგას გურამი და ერთად მოღვაწეობთ. და ეს საკითხი, ვინ დადგამდა, ვის დაედგა ეს წარმოდგენა. მეუთხარი ავთანდილს, რომ გავბედავ და ვთხოვ მე აკაკი კვანტალიანს, იქნებ მოვიდეს და დადგას ჩვენთან ეს წარმოდგენა. ჩვენთვის მაშინ ამის გაბედვაც ძალიან ძნელი იყო პირადად ჩემთვის და ავთანდილისათვის. მეუთხარი მე მივალ მეთქი. მივედი ბატონ კაკოსთან, ამ საოცრად ნიჭიერ, საოცრად განათლებულ კაცთან. ბატონი კაკო ყველა მიცის, რომ ერთ-ერთი იუმორის ერთ-ერთი დამაარსებელია საქართველოში. მე მივედი და ვთხოვე, რომ მაშინვე ბიძია კაკოს ვეძახდი მას. მეუთხარი ბიძია კაკო უნდა დაგვეხმარო და მე ვიცოდი, რომ არ ეცლებოდა ჩვენთვის, ვერ მოიცლიდა უბრალოდ. მეუთხარი ბიძია კაკო, მე მინდა რომ გთხოვოთ, რა უნდა ვთხოვოდა? აი იქნებ ჩვენ ანსამბლში დადგათ. რა უნდა დავდგა? აბა წამაკითხეო, მითხრა. ეხლა უფრო შეგვეშინდა, რომ ვიფიქრეთ ამას რომ წაიგითხავ, საერთოდ არათუ დადგამს აღარც ნახავდა ამ ჩვენ ანსამბლს. და მე გურამს ვკითხე, მაშინ რომ ღირს რომ მიუტანო და კი მიუტანებო რა. მიუტანე, წაიგითხა მეორე დღეს დამირეკა სხვათა შორის თვითონ და მითხრა, მოდი რაღაც უნდა გითხრაო, რამოდენიმე შენიშვნა მაქვს, მომცე ეს შენიშვნა, თვითონ ჩაამატა თავისი ხელით ერთი-ორი გვერდი დაწერა ბატონმა კაკო. მახსოვს და მე თანახმად ვიყავი, მთელი პიესა დაეწერა, ოღონდ დაედგა ბატონ კაკოს ეს ჩვენთან. მოვიდა და დაიწყო მუშაობა და ივლის-აგვისტოში მოვამზადეთ ეს პიესა. ეხლა არ ვიცი მე რამდენად შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმდენად მოეწონა ჩვენთან მუშაობა ბატონ კაკოს, იმდენად მოეწონა ეს ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები, რომ თქვა, თუ წინააღმდეგი არ იქნებიანო, მითხრა შენი კოლექტივის წევრები, მე და ჩემი პარტნიორი
შაშო გომელაური ამ ზაფხულზე წამოვალ თქვენთან სამოგზაუროდ. მე წარმოგიდგენიათ ეს ჩვენთვის რამხელა სიხარული იყო და ჯერ იმ დროს და ეხლაც და ყოველთვის. და მართლაც მოიყვანა ბატონი ალექსანდრე გომელაური. მე ვუთხარი დათანხმდება მეთქი ბატონი შაშო რომ წამოვიდეს. ბატონი შაშო ისეთი კაციო მითხრა რო გაიგებს რომ მე მივდივარ, ჩემ ჯიბრზე წამოვაო მეთქი. მართლაც ის ზაფხული და ორი ზაფხული შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული 2 წლის მანძილზე ერთად მუშაობდით. ეს ჩვენთვის იყო დიდი სკოლა და მე ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი თეატრისათვის ეს არის დიდი ისტორია. კიდევ მინდა დავზინო ბატონო თენგის და მოვიგონო რამდენიმე თარიღი. ჩამოყალიბდა ესე იგი თეატრი საესტრადო უпростоრად მინიატურების ანსამბლის საფუძველზე 1968 წელს. 75 წელს კი უკვე იქნა წოდებული სახელმწიფო თეატრად. დღეს, როდესაც გადაწყდა უკვე რომ 10 წლის თავი აღუნიშნოთ ამ თეატრისა, თეატრი 12 წლის მერე რა თქმა უნდა, თეატრი რა თქმა უნდა უფრო მომძლავრებული ხდება ამ თარიღს და შეუძლია უკვე წარსდგეს რაღაც თავისი საანგარიშო გამოსვლებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი მაყურებლის წინაშე. ახლა მე მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მომენტზე ყურადღება. რამგან აპირობა საერთოდ ამ თეატრის მიმართ ასეთი დიდი ყურადღება, რატომ არის რომ მაყურებლის პრობლემა საერთოდ ამ თეატრში არ ადგას? მაყურებელი სიამოვნებით მოდის სპექტაკლებზე, რამდენიმეჯერ როგორც გადმოცემით ვიცი უკვე მსახიობების ცნობენ კიდეც იმ მაყურებლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, მუდმივ მაყურებლად ითვლებიან ამ თეატრისა. რამგან აპირობა ეს სიყვარული? უწინარეს ყოვლისა, ჩემი აზრით, სატირული מחვილის ძალამ. მაყურებელს ამ თეატრში სთავაზობენ მაყურებლისთვის ახლო სატკივარს, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ პრობლემატიკას, რომელიც ახლოა მაყურებლისთვის და რაც მთავარია საჭირბოროტოა, რომელიც დღეს და ხვალ უნდა გადაწყდეს და არა ვთქვათ 2, 3 ან 5 წლის შემდეგ. ესე იგი აქტუალურია. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა კიდევ გავიხსენო ერთი მომენტი. ისე ხატოვნად რომ ვთქვათ, შეიძლება ასე დავახასიათოთ. ის რაც დილით არის გაზეთის ფურცლებზე, საღამოთი უნდა იყოს წარმოდგენილი მინიატურების თეატრის სცენაზე. ეს თითქოს ადვილიც არის, მაგრამ თავისი ძალიან დიდი სირთულეები ახლავს, იმდენად რამდენადაც ამ საკითხებს, საჭირბოროტო საკითხებს უნდა თეატრალური ჩარჩო, თავისი დრამატურგია, კომპოზიტორის თანხლება, მხატვრის გაფერადება, ჩაცმულობა და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ისე როგორც სახელმწიფო თეატრს ეკადრება და შეეფერება. ამიტომ რთულდება და ამიტომაც არის, რომ თეატრი პატარა თეატრი თავის კარს ვრცლად და ფართოდ აღებს ქართველი მწერლებისათვის, რომლებსაც ელის და რომლებთაგანაც ელის კიდევ იმ ნაწარმოებებს, რომელსაც ააჟღერებს თავის სცენაზე. ეხლა კი ერთი წუთით შევწყვიტოთ ჩვენი გადაცემა და კვლავ ვნახოთ სცენა სპექტაკლიდან, რომელსაც ჰქვია გამარჯვების ღიმილი. ამ სცენაში მონაწილეობენ ბატონო თენგის. მე მოგახსენებ. ამ სცენაში მონაწილეობენ საირა გოგიაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ნინო თუთბერიძე, იანა ცვლიშვილი, მეგი თუშიშვილი, ნუგზარ ტიბუა, ქეთინო სტეფნიაშვილი.